Stefanice Ջավախից։ Ახალგაზრდობიდან ანთებული კონკავშირელი. დაბადებული იყო ნიკორწმინდაში სოფელში. ადრე მოუყვდა მამა. სულ ახალგაზრდა კაცს მოუყვდა იმაში, თეატრში, მუშაობა შახტებში, საერთოდ მაღაროში, თეატრის მაღაროში. სადაც თავი გამოიჩინა როგორც აქტიურმა ახალგაზრდამ და გაგზავნეს თბილისში კომუნისტურ უნივერსიტეტში. სადაც ისწავლა და დაამთავრა. და სწავლის დროს უკვე ძალიან გამოიჩინა თავი როგორც ძალიან აქტიურმა კონკავშირელმა და სულ კონკავშირულ თანამდებობებზე იყო, ასე შეიძლება ვთქვათ, გაისმა დედაჩემი. მე მინდა ვთქვა ერთი რამე, რომ ახლა მაგალითად კომუნისტებს კონკავშირელებს ყველა უყურებს ძალიან ისეთი ცუდი თვალით. თვლიან, რომ ესენი ყველა იყვნენ კარიერისტები, ყველა იყვნენ საქართველოს მტრები და ასე შემდეგ და თვითონ ყველა ორჯერ იგრძელი. ასე არ იყო. იყვნენ ისეთი ხალხი, რომელიც ნამდვილად ვისაც ჯეროდა, რომ ეს ახალი ცხოვრება მოდის, კომუნიზმი კარგია, ასე შემდეგ, ასეთი იყო მემარჩენე. ნამდვილად იმას ჯეროდა. მეჩვენეთ ხელობაზე, როგორც დელეგატი მივიდა იქ და თავისი ფაქტურად მკვლელი გაიცნო, ეს იყო ბერია. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ სწორედ ამის შესახებ და რატომ უნდა იცოდნენ? იმიტომ კი არ უნდა იცოდნენ მარტო, რომ თქვათ, მე უნდა ვიცოდე ჩემი ისტორია და ის რაც ჩემს წინაპრებს შეემთხვათ. არამედ უნდა ვიცოდე სწორედ იმიტომ, რომ ჩემ თაობაში აღარ დავუშვა ანალოგიური. იმიტომ რომ ეხლა ეს ამბები, თუნდაც ის ფრაზა, რომ ვიღაცა ამის შესახებ არაფერი იცის, დღესაც ძალიან ბევრჯერ მომხვედრია ყურში. ეხლა მე საჯარო სამსახურის წარმომადგენელი ვარ და ხანდახან რაღაც აბსურდულ რაღაცას როგორც მოუბრალ ხოლმე. კი, მაგრამ იმან იცის მეთქი ვკითხული, რომ აქ ეს ხდება და შეიძლება რომ მართლა რაღაცა ეპარება ადამიანს და არ იცის ბოლომდე რაღაცეები. მაგრამ ეხლა ამაზე რა თქმა უნდა სისულელია ჩვენ დავიჯეროთ და ვთქვათ რომ ვიღაცამ რაღაცა არ იცოდა, შესანიშნავად იცოდა, ეს იყო უბრალოდ კარგად აწყობილი მანქანა, რომელიც ერთხელ დაიქოგა და მე ამ მანქანას აქვს ის ინერცია, რომ გითრევს და უკვე ის მანქანა შენ თვითონ ხდები ჭანჭიკი ის ადამიანი, ვინც ერთხელ დაქოქა ეს მექანიზმი, მე თვითონ ხდება ჭანჭიკი აი ძალიან დიდი მანქანის. ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი იმითაც, რომ საზოგადოებამ უნდა მეტად იფიქროს ამ ყველაფერზე და მით უმეტეს დღეს, როდესაც არის ესეთი გახსნილი საზღვრები და ეს სოციალური ქსელები ძალიან აქტუალურია და ძალიან ფართოა კომუნიკაციის საშუალებები. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა დარჩეს არავინ ზრდასრული ადამიანი, აი რა თქვენ როგორც მიიჩნევთ, ახლა ფსიქოლოგებს უნდა დაველაპარაკოთ ალბათ, რა ასაკიდან შეიძლება რომ ვაჩვენოთ ეს ფილმი. არ უნდა დარჩეს არც ერთი ფენა, არც ერთი აუდიტორია, არ აქვს მნიშვნელობა ის მაინც ისტორიკოსია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია თუ მეხანძრე, რომელიც ამას არ დღეს გაიმართა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის დისკუსია და ფილმის ჩვენება თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ეს არის ჩვენი რიგით მეხუთე ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. და შეხვედრის მიზანი არის, შეხვედრაზე ნაჩვენები არის ვაჩვენეთ დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს საბჭოთა პერიოდის საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული ადამიანების მეხსიერებას, მათ მოგონებებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ მონაწილეები ამ დიდი ტერორის, რომელიც სტალინის მმართველობასთან იყო დაკავშირებული. და ჩვენი ღონისძიების ძირითადი და მთავარი მიზანი არის, რომ შეიქმნეს ერთგვარად პლატფორმა, სადისკუსიო პლატფორმა იმისათვის, რომ მოხდეს საბჭოთა წარსულის და მემკვიდრეობის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. რამდენი შეხვედრა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გაგებით, რომ მასში გაცოცხლებულია ჩვენი ისტორია, არც თუ შორეული. ეს არის რეპრესირებული ოჯახის წევრების მონაყოლი 1930-იან წლებში არსებულ სიტუაციაზე. მნიშვნელოვანია იმდენად არა მარტო ჩემთვის, არამედ საქართველოს ისტორიისთვის, რომ ეს ადამიანები ნელ-ნელა მიდიან და მათთან ერთად შესაძლებელია გაქრეს ჩვენი ზეპირი ისტორიები და ეს ისტორია. ხოლო ჩვენი ისტორია კი მასწავლებელია ჩვენთვის, რომ ხვალინელ დღეს არ გამეორდეს იგივე.
თავისთავად ცხადია, როდესაც რეპრესირებული ოჯახის წევრი ყვება მისი ოჯახის გადასახლების შესახებ ყაზახეთში და როცა აღწერს იმ პერიპეტიებს, იმ საშინელ გაჭირვებას, მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ მეორეს მხრივ როცა ადამიანი დაფიქრდები, ეს არის აუცილებელი რომ მოისმინო, იმიტომ რომ ეს ხდებოდა არც თუ შორეულ წარსულში და იმ ეპოქაში, როდესაც გარკვეული ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველაფერი კარგად იყო. არა, ნამდვილად არ იყო კარგად. უდანაშაულო ადამიანების გადასახლება, ყოველგვარი გასამართლების, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თავისთავად ცხადა იყო საშინელება. მით უმეტეს რომ ამ დროს ძირითადად ინტელიგენციას და ინტელიგენციის ოჯახის წარმომადგენლებს, ანუ ერისნაღებს ასახლებდნენ. მე მიხარია რომ ასეთი შეხვედრები ტარდება, მე მიხარია და მსიამოვნებს რომ ადამიანები, ახალგაზრდა მკვლევარები მუშაობენ ამ საკითხებზე და ეს აუცილებელია, რომ ჩვენს მომავალ თაობებს შეუნარჩუნოთ ჩვენი ისტორია, რომელიც ჩვენი მომავალი ცხოვრების მასწავლებელია.